60 წელია ცეკვა ხათუნა ჭარბაძის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როცა ფეხის სცენაზე დადგა და მას შემდეგ მისი სიყვარულით მოიწამლა. ახლა ქართული იდენტობის გამსაზღვრელ ჩვენი ქვეყნის ისტორიას სხეული სენით უკვე 30 წელია მომავალ თაობას უზიარებს. მეც ვნახავთ სალომე კახეთელიძის სიუჟეტში. წლის ასაკშიც იგივე სტიმული მაქვს დარბაზში რო შევდივარ და ისეთი ენთუზიაზმით როგორც ვიყავი უფრო პატარა. ადამიანი რომელიც ცეკვავს, რომელიც მღერის, რაღაც ჩემთვის და ალბათ ძალიან ბევრისთვის არის უფრო ზიაღმატებული, რაღაცა სხვანაირი ქართული იდენტობით ცხოვრობს. სულიერად იზრდებით. ჩემთვის ცეკვა არის ყველაფერი. ჩემი ცხოვრება, ჩემი საერთოდ სიცოცხლის აზრი. 60 წლის ასაკში. 4 წლის ასაკში მიყვანეს და იმის შემდეგ ვაგრძელებ. ყველა ცეკვა მიყვარს, აბსოლუტურად. უფრო! ლები აუშვი. მუსიკაც რომ ესმის, რაღაც ცუდად თქვა. ჰე, 1, 2. ყავს ანსამბლი მუხამბაზი, რომელიც ჩემთვის არის ოჯახი. ჰე, ყოველდღე მაქვს რეპეტიცია, დილიდან ჩემი რუტინა იწყება ესე დილით, ვიმზადები და მოვდივარ სარეპეტიციოდ. მე დარბაზში რომ შევდივარ, აბსოლუტურად სხვანაირი იმეთხელა. ამ დროს არის დისციპლინა ჩემთან. საკმაოდ არის, მაგრამ ბევრ რაღაცებს იმადგან ვსწავლობ მე. ჰე, 1. მარჯვენა. მარტო მოძრაობები არ არის, ცეკვა არ არის, ურთიერთობა ეს ყველაფერი. და ამიტომ იცი რა, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ბევრ რამეს. უფრო. უკან. ყველა ცეკვას აქვს თავისი ისტორია. ამიტომ აი ჯერ ვიწყებთ რაღაცის მოყოლით, რაღაცა ისტორიის და მერე ვიწყებთ მანერის დაჭერას, რომ მიხვდეს ბავშვი, რომ რას ცეკვავს, რას აკეთებს და ეს ჩვენი კულტურის და საერთოდ ჩვენი იდენტობა რა არის. ისე ამ კულტურის შენარჩუნება და თუ ვინმე რამეს უკეთებ და სწორად ვაკეთებ, ეს მიხარია. წინ. 1, 2, 3, 4. ჩემი ემოცია არის ჩემი ბავშვები. პირველად დავიწყე ქორეოგრაფიაში ფეხის შეტყვა, ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, როგორც ჩემი თავი ქორეოგრაფად. მაგრამ როგორც კი შევედი დარბაზში და აი ეს ბავშვების რაღაც გაოცებული სახეები, რომ თვითონ გაუგებრობაში იყვნენ ჩემთან ერთად. რაღაცა იცი, თვითონ წამოიღეს მუხტი. ყოველი ბავშვის მოსვლა, ჩემთან ჩახუტება, ყველაფერი მახსოვს. ეს არ გახსოვთ? 1, 2, 3, 4. ესენი არიან ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე ფაქტიურად და ეხლა მოვდივართ ეს, რომ ძალიან პატარები იყვნენ. ეხლა აი ამის თითოეული ამ მოცეკვავის მოსვლა მახსოვს. ანოსიც, რომელიც ვამაყო 4 შვილის დედა და უმაგრესი გოგო, თათუკა. ნუ თათუკასა კიდე სხვა მომენტი მაქვს, იმიტომ თათუკას დაბადებიდან ვიცნობ და უსაყვარლესი მარიკუნას მოსვლაც. აი ყველას აბსოლუტურად მოსვლა ამის და ვარჯიშობდნენ და მე ესე მგონია რომ აი საამაყო გოგოები მყავს და მე ვამაყოთ. ასობით ბავშვი მყავს გაშვებული, თაობიდან თაობაზე გადმოდის ეს სიყვარული. ერთი ჯგუფი შეიქმნა სპეციალურად ჩემი მოსწავლეების შვილები დაკომპლექტად. ხელის გულს არ დაამოკლო ხელი არასდროს. ყოველი ამათი სცენაზე გამოსვლა. ჩემთვის არის ყველაზე დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ რაღაცა გონია რომ ტყუილად არ ვიცხოვრია და ჩემი შრომა ვიფასდება. 1, 2, კიდე. ფარდის მიღმა, ხელი, აი ეს კულისებში ჩემი დგომა არის ჩემ ბავშვი ორიენტირებული. ერთად გვაქვს აბსოლუტურად ალიანსი. მე ხო არა ვარ სცენაზე, მაგრამ ჩემ გულის სცემას იგებენ. როგორც მაგათი მესმის მე.
სულ ვიძახი, რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა ხასი აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქედან წამოსულს, იმიტომ რომ ნახე, ჩვენ სხვანაირად ვერ ყვებით ვერაფერს და ყველაზე კარგად მაყურებელის ყველა გრძნობს, რომ აი ჩვენ რა ემოციებით, აი როგორ გადმოვცევ ამ შეთუქ სიამოვნებს ცეკვა. ანუ სხვასაც ასიამოვნებ. ერთ-ერთი კონკურსი იყო და მივიღეთ მონაწილეობა ისეც ბავშვების დაჟინებული მოთხოვნით და ბავშვებს ეუბნები. ეხლა თქვენი სიამოვნების, თქვენ არ იმას აქნათ, რომ აი პირველი ადგილი თქვენი სიამოვნეთ, რაც მთავარია და არ იდარდოთ თუ რამეა. იმ ფესტივალზე გრან-პრი აიღეს ბავშვებმა. ქართული ცეკვა არის ჩვენი იდენტობა. ქართული სულია, ჩვენი ისტორია, ჩვენი ხასიათია, ჩვენი ემოცია და ამას ჩვენ პრინციპში მაყურებლისთვის ხვებით პატარა რაღაცა ისტორიას ამ ჩვენი სხეულის ენით. ჰე, 1 2 1 2 ყოველი დღე ცეკვის გარეშე იქნებოდა სასჯელი, ოღონდ საშინელი სასჯელი.